დღიდან დაიწყება. საქართველოში დღეს მეგზევის დღე აღინიშნა ღონისძიება სასტუმრო რედისონში პრემიერ-მინისტრმა გახსნანიკა გილაურმა გაწეული მუშაობისათვის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ყეშელაშვილი, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის და ქართული სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს 2009 წლის ანგარიში წარუდგინა. რამაზ ნიკოლაიშვილი მიმდინარე წელს ყველაზე ნაყოფიერ და წარმატებულ პერიოდად აფასებს 553 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის. მარტო წელს გამოიყო და საქართველოში არსებული 7000 კილომეტრის საავტომობილო გზიდან 1000 კილომეტრის რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლდა 108 გადასასვლელი და აშენდა 10 სრულიად ახალი ხიდი. პრეზენტაციის შემდეგ სასტუმრო რედისონში რამაზ ნიკოლაიშვილმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის და საგზაო სექტორში მომუშავე კომპანიების 10 თანამშრომელი ნაყოფიერი საქმიანობისათვის დააჯილდოვა. მათ სიგელები, ბრინჯაოს სიმბოლური ქანდაკებები და ფასიანი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ეს მართლა არის უმნიშვნელოვანესი დარგი იმისათვის, რომ განვითარდეს ქვეყანა, დასაქმდეს ხალხი და რაც მთავარია, აი ამ საკმაოდ რთული პერიოდის განმავლობაში ეს იყო ის დარგი, სადაც ყველაზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა. სწორედ ამ ძალიან მოკლე დროში ჩამოყალიბებულმა კიდევ ერთხელ მოებაიან ცხოვრმა სისტემამ მოგცა შესაძლებლობა, რომ შეგესრულებინა პრაქტიკულად ყველა ამოცანა. ვერავინ ვერ იტყვის, რომ თუნდაც ვერავინ ვერ მოიყვანს თუნდაც ერთ მაგალითს იმ დაპირებისა, რომელიც ჩვენ გამოვაცხადებთ და ეს დაპირება არ შესრულებული იყოს. 7000 კილომეტრი გზიდან 1000-მდე დავაგეთ, ნიშნავს, რომ მე-7 მხოლოდ ერთ წელიწადში მოვახერხეთ, უამრავი ხიდია აგებული, სულ ახალი 10 ხიდი აგებული, 108 ხიდია რეაბილიტირებული და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო გზა გორამდე, რომელიც ჩვენ დავასრულეთ.